დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ ხურცილავამ დღეს სასამართლოს ღირებული ინფორმაცია ვერ მიაწოდა, მან თქვა მხოლოდ ის, რომ აქვს დაზარალებული სტატუსი 28 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, მოხვდა ქვა და ტუჩის არეში მიიღო დაზიანება, როგორც თავად პოლიციელმა განაცხადა, 6 ნაკერი დაადეს, თუმცა აქ საინტერესო რამდენიმე დეტალი იყო მისი გამოკითხვის პერიოდში, როგორც ჩანს, ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, რა კითხვასაც უსვამს სახელმწიფო ბრალდება, თუმცა როდესაც კითხვებს ვამენ ბრალდებულების ადვოკატები, მოწმე ვერაფერს ვერ იხსენებს, რის გამოც დღეს კითხეს კიდეც ადვოკატებმა ხომ არ აქვს მას რაიმე პრობლემა მეხსიერებასთან დაკავშირებით, სხვათა შორის ვერცერთ ბრალდებულს ვერ დაადო მოწმე პოლიციელმა ხელი, საცხადებს რომ არ დაუნახავს საიდან მოხდა სროლა ქვის, ამასთან ერთად სასამართლო პროცესზე როდესაც ის ყვებოდა საკუთარ დაზიანებებთან დაკავშირებით მარტო აღნიშნა რომ ტუჩის არეში მიიღო დაზიანება, თუმცა როდესაც ბრალდებულების ადვოკატები უსვამდნენ კითხვებს, შემდეგ დაამატა რომ თავის არეშიც მოხვდა მას ქვა და თავზეც ჰქონდა დაზიანება, ამასთან ერთად სულ ცოტა ხანში ექნება შესაძლებლობა ბრალდებულებს კითხვები თავადაც დაუსვან მოწმეს, თუმცა დაცვის მხარისთვის ნათელი არის რომ მოწმე რომელიც დღეს სასამართლოზე მოიყვანეს, ის არათუ დაზარალებულია, ის არის სრულმოწმე ადამიანი, რომელიც ცდილობს ბრალდებულების წინააღმდეგ მიცეს ჩვენება, თუმცა მას არ აქვს არანაირი ღირებული ინფორმაცია, ასეთი არის დაცვის მხარის პოზიცია. Შეძახდნენ რომ ძირს რუსეთის პოლიცია და ვესწავლო სხვადასხვა ნივთები. დაზიანებასაც ხო გააჩნია, მე აშკარად ტუჩი მქონდა გახეული მთლიანად, რა გონი საკმარისია რომ მე დაზარალებულიც რომ ჩემი თავი. რაიმე ინფორმაციას ფლობთ, რომ რომელიმე პიროვნება, რომელიც იქ იმყოფებოდა, იმისგან პირადი ანგარიშების მსხვერპლი არ გახდით? არ მგონია. ვარაუდობთ ხო? არა, პირადი ანგარიშების მსხვერპლი არ. კატეგორიულად ხო ვერ მეტყვით მაგას? რას? პირადი ანგარიშები. ესეთი რამე არ დამიშავებია, რომ ვინმე ჩემს ათეულობით ძალადობრივი ჯგუფი იყო, რომ იქ ესე მარტივად ვერ შეასრულებდი შემოვალებას, იმიტომ რომ სადაც ჩვენ ვიდექით, იქ იყო ცოტა სიბნელე. ეხლა სისხლიანი იყო თუ არა ფიზიკურად, მე ვთქვი რომ თვალში მხედველობა დამებინდა და ფიზიკურად იმ ქოსაც ვერ დავინახავდი, მე სისხლიანი იყო თუ რა იყო. თქვენში როცა დაზიანება მიიღეთ, თქვენს გვერდით პიროვნება ვინ იდგა? ჩემი თანამშრომლები იდგნენ, არ ვიცი, ანუ არ მახსოვს რომ ვინები იდგნენ იმ მომენტში. აგრესია ვის მიმართ გამოიხატა? ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მომიტინგეები, მშვიდობიანი მოქალაქეები თუ პოლიციის მიმართ გამოიხატა? პოლიციის მიმართ. შემდეგ უკვე როცა ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა უკვე და ტევადობა აღარ იყო რუსთაველის ქუჩაზე, გახდნენ აგრესიულები. სიმჭიდროვემ გამოიწვია მათი აგრესია? რავი, არ ამგონია ხა, სიმჭიდროვის გამო აგრესიულები გამختارიყვნენ მოქალაქეები. კი ბატონო, ანუ ვერ გპასუხობთ აგრესია რამ გამოიწვია? არ ვიცი. პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მაშინ როდესაც ის მოწმის სტატუსით იკითხებოდა, რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და მას არ აქვს ინფორმაცია, რა დროს მოხდა სწორედ დაპირისპირება, რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების გაღიზიანება. სხვათა შორის დღეს დაინტერესდნენ ბრალდებულების ადვოკატები, კითხეს მოწმეს, აქვს თუ არა ნანახი ის შემზარავი კადრები, სადაც აღბეჭდილი არის როგორ ძალადობს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მშვიდობიან აქციის მონაწილეებზე, როგორ ურტყავენ წიხლებს, სხვადასხვა ნივთებს და დღეს მოწმემ თქვა, რომ მას ძალადობრივი ქმედებების ნახვა არ სიამოვნებს და ამიტომ ცდილობს, რომ არ ნახოს არც ერთი ის კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიებით ვრცელდება და სადაც აღბეჭდილი არის პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შესახებ. დღეს დაინტერესდნენ ასევე ადვოკატები, როგორც ცნობილი გახდა, მოწმეს საქმის მასალები აქვს, ამის უფლება მას აქვს, რადგან დაზარალებულის სტატუსი აქვს ამ საქმეში, თუმცა დაინტერესდნენ ვინ მიაწოდა საქმის მასალები, მხოლოდ ფურცლები გადასცეს მას კონკრეტული დოკუმენტები თუ ასევე მყარდისკზე ჩაწერილი მასალები, ვიდეო მტკიცებულებები, არც ერთ კითხვაზე პასუხი დღეს მოწმეს არ ქონდა, ვერც ის გაიხსენა გამომძიებელმა მისცა თუ არა ეს საქმის მასალები, თუ კანცელარიიდან აიღო სად ჩააბარა მან განცხადება, რაც ადვოკატებს უჩვენთ განცდას, რომ მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ხავს დამუშავებული და მხოლოდ იმისთვის მოიყვანეს, რომ სრულჩვენება მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ. ნუ ხა რაღაც ვიდეოები იდება, მაგრამ რაღაცები მინახავს. რა გინახავთ, აი როგორ გითხრათ? კონკრეტულად არ მახსოვს, არ ვაქცი ყურადღებას. არ მიზიდავს ძალადობრივი ვიდეოების სრულება.
არ გიზიდავთ. კაი ბატონო. ბატონიკა, ეს ფორმა და სამედიცინო დოკუმენტაცია რომ მიიტანეთ, კანცელარიაში ჩააბარეთ თუ გამომძიებელს მიეცით? ან მაგალითად თქვენ თვალწინ გატარდა რეგისტრაციაში თუ უბრალოდ დაუტოვეთ და წამოხვედით? აი ხო გავიხსენებ და როგორც მახსოვს რომ მივიტანე ან გამომძიებელს მივეციან კანცელარიაში გავუყო. არა, ან იმასიზამ თან იმასიზამ ხა სახში რო წაგიღეთ, ვიცით ბატონიკა, მაგრამ ვერ იხსენებ, ვიტანეთ. ბატონო? კანცელარიაში ჩააბარეთ თუ გამომძიებელს მიუტანეთ? დიდი ალბათობით კანცელარიაში ჩავაბარეთ. თქვენს თვალწინ გატარდა რეგისტრაციაში, ხო არ გითქვიათ რომ აი როცა გინდა მაშინ გაატარე რეგისტრაცია? რა თქმა უნდა, ჩემ თვალწინ გატარდა. იქ მაშინ. ეგ მახსოვს ჩემ თვალწინ გაატარა. ბატონ ნიკოლოზ, ჯანმრთელობის პრობლემები ხო არა გაქვთ მეხსიერებასთან დაკავშირებით? რაიმე სამედიცინო შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ მეგობრო. ერთი წუთი, თუ შეიძლება. ნიკოლოზ ხურცილავას გამოკითხვა უკვე 2 საათია მიმდინარეობს 8 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესზე. სულ ცოტა ხანში მოწმეს კითხვებს ბრალდებულები დაუსვამენ, რა კითხვები ექნება სინდისის პატიმრებს და რა პასუხებს გასცემს მათ პოლიციელი მოწმე. ამას რა თქმა უნდა შემდეგ გამოშვებაში მოუყვებით მაყურებელს. დღეს 8 სინდისის პატიმრის საქმეზე კიდევ 4 მოწმის გამოკითხვა აქვს დაგეგმილი სახელმწიფო ბრალდებას. ისინი უკვე მოსული არიან სასამართლოში და უნდა აღინიშნოს საუცრებლად ის ფაქტი, რომ პირველი დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებიან საკუთარ რიგს, ცდილობენ გაიგონ რა კითხვები აქვს დაცვის მხარეს. სწორედ მათთან ამის გამო მოსამართლემ რამდენჯერმე გაფრთხილება მისცა მანდატური სამსახურს, რომ მოწმეები განერიდებინათ ტერიტორიიდან, რადგან წინასწარ მათთვის ცნობილი არ გახდეს რა კითხვები შეიძლება დაუსვან ადვოკატებმა სწორედ მოწმეს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ მოიყვანა დღეს სასამართლო პროცესზე.